1000 წლის წინ დიდი აბრეშუმის გზა აკავშირებდა ევრაზიის სხვადასხვა ნაწილში მდებარე უდიდეს ცივილიზაციებს და ამიერკავკასია ამ გზის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს შეადგენდა. 1998 წელს სენატორ ბრაუბეკის ინიციატივით ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მიიღო რეზოლუცია ახალი აბრეშუმის გზის მხარდაჭერის შესახებ და მალევე ამ ინიციატივის ფარგლებში ამოქმედა ტრასეკას, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დიდი ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი ერზრუმის დიდი გაზსადენის მაგისტრალები, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეცვალეს ეკონომიკური რეალობა კასპიას შავი ზღვის რეგიონში. შექმნეს განვითარების ახალი პირობები და გააძლიერეს არა მხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნების, არამედ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება. უახლოეს მომავალში მათ დაემატება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ რკინის აბრეშუმის გზას. იგი უმოკლესი მარშრუტით დააკავშირებს ჩინეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს ევროპასთან და პირიქით. ეს იქნება ისტორიული მოვლენა მსოფლიო ეკონომიკისათვის, რომელსაც სულ მალე იგრძნობს ყველა ის ადამიანი და ბიზნესმენი, ვისაც მიეცემა საშუალება ბევრად სწრაფად და იაფად მიაწოდოს პროდუქცია მომხმარებელს, გააფორმოს ხელსაყრელი კონტრაქტები და აითვისოს ახალი ბაზრები. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას საფუძველი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ინიციატივით ჩაეყარა. სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ხელი 2007 წელს მოაწერეს. 2011 წლის იანვარში ნიუ-იორკში გამართულ Global Infrastructure Leadership Forumზე მსოფლიოს 100 გლობალურ პროექტს შორის დასახელდა რკინის აბრეშუმის გზის პროექტი, რომელსაც ახორციელებს ჟპს მარაბდა კარწახის რკინიგზა. პროექტის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე 4 ახალი სარკინიგზო მონაკვეთი აშენდება. პირველი, რეაბილიტაცია utardeba 29.2 კილომეტრის სიგრძის ლიანდაგს და 50 ხელოვნურ ნაგებობას. მეორე, რეაბილიტაცია utardeba 59.7 კილომეტრის სიგრძის ლიანდაგს, 103 ხელოვნურ ნაგებობას. მესამე, წალკა ახალქალაქის მონაკვეთზე რეაბილიტაცია utardeba 74 კილომეტრის სიგრძის ლიანდაგს. რეაბილიტაცია რეკონსტრუქცია utardeba 133 ხელოვნურ ნაგებობას. ამავდროულად ახალქალაქში თანამედროვე არქიტექტურის ულამაზესი ვაგზლის შენობა აშენდება, რომელიც დაპროექტებულია მსოფლიოში ცნობილი გერმანელი არქიტექტორის იურგენ მეიერის მიერ. სადგური უზრუნველყოფს როგორც სატვირთო, ასევე სამგზავრო გადაზიდვებს. მეოთხე, აშენდება 26.142 კილომეტრი ევროპული სტანდარტის ლიანდაგის და 53 ხელოვნური ნაგებობა. მათ შორის ხიდი მდინარე კირბულახზე, რომლის სიგრძეც 155 მეტრია. კარწახიდან თურქეთს გვირაბი დააკავშირებს, რომლის სიგრძე 4.4 კილომეტრი იქნება. ბაქო-თბილისი-სტამბოლის სარკინიგზო მიმართულებით ივლის ესპანური კომპანია ტალგოს მიერ წარმოებული თანამედროვე ტიპის მატარებელი, რომელიც გარდა იმისა, რომ სწრაფმავალია, ასევე კომფორტულია მგზავრობისათვის. იმ დღეს, როდესაც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა დასრულდება და ლიანდაგზე პირველი მატარებელი გაივლის, აღსდგება 1000 წლის წინ დავიწყებული უმოკლესი გზა. უმოკლესი გზა აზიასა და ევროპას შორის. გზა, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის და ეკონომიკის აყვავებას.